პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი. ფესტივალზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმის სახელწოდებით იოანე ზოსიმე დაბრუნება. ქართული სტენდის ვიზუალური კონცეფცია 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის მსგავსად ქართველი მოღვაწის იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მიხედვითაა მომზადებული. ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პარიზის გრან პალეში ქართული ლიტერატურის ნიმუშებს გაეცნონ და თანამედროვე ავტორებს შეხვდნენ. ღონისძიება 3 დღეს გაგრძელდება. მარიკა შალიკაშვილი დეტალებით. პარიზის წიგნის ფესტივალი გრძელდება, გრან პალეში ძალიან ბევრი ადამიანი არის შეკრებილი. დღეს ზუსტად 10 საათზე პარიზის დროით გაიხსნა ქართული ეროვნული სტენდი და ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ხალხს ჩვენს სტენდს. პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა კინოჩვენებები, წიგნის პრეზენტაციები, წარდგენები. მოგეხსენებათ, რომ 200-ზე მეტი ნამუშევარი არის ფრანგულად ნათარგმნი და სწორედ ეს წიგნები არის წარმოდგენილი აქ პარიზში წიგნის ფესტივალზე. საქართველოს მონაწილეობას იღებს უკვე მეორედ, გასულ წელსაც ვიყავით ჩვენ ამ მასშტაბური ფესტივალის მონაწილეები. თვითონ ფესტივალს კი 30 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ გასულ წელს 103,000 ვიზიტორი ჰყავდა პარიზის წიგნის ბაზრობას. რაც შეეხება ქართულ პროგრამას, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ფილმის იოანე ზოსიმე დაბრუნება ჩვენება. გრან პალეს აუდიტორიუმში იყო ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი, სადაც მოთხრობილია უნიკალური ხელნაწერის სამშობლოში დაბრუნების ისტორია. ეს ხელნაწერი მოგეხსენებათ მე-10 საუკუნის არის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სამშობლოში დაბრუნდა. სწორედ ამას ეხებოდა დოკუმენტური ფილმი, რომელიც პარიზში შეკრებილმა მაყურებელმა ნახა. ამის შემდეგ კი გაიმართა კონსტანტინე გამსახურდიას რომანის დიონისოს ღიმილის ფრანგული თარგმანის პრეზენტაცია და წარმდგენი იყო თავად ავტორის შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია. ეს მექნება წარდგენა კონსტანტინე გამსახურდიას მოდერნისტური რომანისა, რომელიც ზუსტად 100 წლის წინ გამოვიდა 1925 წელს. ეს არის დიონისოს ღიმილი, ეს არის მოდერნის და ექსპრესიონიზმის საუკეთესო ნიმუში. ეს ნაწარმოები თავის დროზე ვერ გამოვიდა, გარკვეული ობიექტური მიზეზები არსებობდა დაპყრობებისა და ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ეს დანაკლისი ავანაზღაუროთ თუნდაც 100 წლის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პლატფორმები, როგორც გამომცემლებისთვის, ისე მწერლების, ისე მთარგმნელებისთვის, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი წიგნები და რა თქმა უნდა ავტორები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ცოცხალი ლიტერატურული პროცესების მხარდასაჭერად. და როგორც წესი, ჩვენაირ პატარა ქვეყნებს გვაქვს კიდევ დამატებითი ვალდებულება, რომ როგორც ქვეყანამაც რაღაც ქვეყანაც პოზიციონირდეთ ესეც მნიშვნელოვან პლატფორმებზე. გვაქვს დაახლოებით 200 წიგნი წამოღებული, ფრანგულად ნათარგმნი, 40-მდე ავტორია ჩამოსული, 10-მდე გამოცემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე წელია უკვე მონაწილეობ მსგავს ღონისძიებაში. ველით იმას, რომ საქართველოს გაიცნობენ როგორც ერთ-ერთი უძველესი დამწერლობის ქვეყანას, ამ კონცეფციაზე გვაქვს აწყობილი ჩვენი სტენდიც, იოანე ზოსიმეს კონცეფციით ვართ წარმოდგენილი. საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან როგორც ავტორები, ასევე გამომცემლები და საგამომცემლო სახლის წარმომადგენლები, ასევე აქ იქნება ძალიან საინტერესო წიგნის პრეზენტაცია ბავშვებისთვის. დაგეგმილია ასევე კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები. პროგრამა არის საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავი და როგორც უკვე გითხარით, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება ფესტივალი, რომლის მონაწილეც არის საქართველოს ჩვენი ეროვნული სტენდით.